ესე იგი დღეს პარასკევი არ არის, მაგრამ ეთერშია ჩვენ სუდარდელ ტალღაზე გადაცემა პრემიერა თაკოსთან და ჩემი საყვარელი ჯგუფი გვესტუმრა. რეზო და ბავშვები, რეზო და ლელო მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩვენთან მობზანებისთვის. გიჟდები, მოკლედ თქვენ შემოქმედებაზე, თქვენს რეპერტუარზე და მადლობა. ჩვენ შენზე ვგიჟდებით და არ დაიდარდოზე. მადლობა. აქვე ვართ, ერთად ვართ ყოველთვის, მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ხართ, ისიც მიხარია, რომ ზეგ უკვე, ანუ 15 მაისს არის თქვენი კონცერტი დაგეგმილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება, ის რომ ბევრ ადამიანს გაახარებთ თქვენი შემოქმედებით, თქვენი რეპერტუარით, აი იმ სიმღერებით, რომელიც გვიყვარს, რომელსაც ყველანი ერთად ვღერით და ერთი დიდი ზეიმი იქნება, მოკლედ ზეგ. რაღა დარჩა, ხო? როგორ ხართ ახლა? მითხარი და მოყევით აბა რა კონცერტი გველოდება, ის რაღაცა პატარ-პატარა სიურპრიზებს ალბათ თქვენთვის დაიტოვებთ, მაგრამ მაინც. ნუ შეგვიძლია დავაანონსოთ თამამად, რომ სიურპრიზები იქნება, მეგობრებო, და სანახაობა იქნება. ჩემი აზრით ეს იქნება ჩვენი კონცერტებისგან არა, მხოლოდ ზოგადად ქართული სტანდარტული მიდგომებისგან განსხვავებული რა. კი, იმიტომ თქვენი რეპერტუარი ზოგადად განსხვავებულია, კი? ზუსტად ეს მცდელობა გვაქვს მუსიკალურადაც და მორგებული სივრცესთან რაც თავარია ადაპტირებული უფროსორი სიტყვა იქნება. რა თქმა უნდა დღევანდელ დღესთან მიმდინარე სოციუმთან აბსოლუტურად კავშირში და მჭიდრო კავშირშიც მათ შორის სიმღერის კონცერტის სახელწოდებაა ჩვენ გავფრინდებით თუ ერთად ვიქნებით და რაც თავარია კონცერტი დასრულდება პატრიოტულ ნოტაზე. მე როგორც ვიცი სიმღერა სოხუმი, ხო? კი ბატონო, ახლა როგორი ინფორმაციები გქონდა? რა დაგასწარი მე? მაინც წყაროები რა შვება ხედა თავის. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი მქონდა, აბა მე ყველაფერს ვიტევ. შენ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს არ გვეპარებოდა და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ საინტერესო ამბავში მიიღებ მონაწილეობა შენი ხასიათიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონცერტს და პატრიოტულ განწყობას, პატრიოტული განწყობა არ მოდის ციდან და ზოგადად ესე უბრალოდ არ ისწავლება რა რაღაცნაირად არ არის შესაძლებელი რომ ადამიანი გახადო პატრიოტი ერთ საათში რა ან საათნახევარში. ალბათ ვერც ისწავლი პატრიოტობას და ვერც გახდები არა? დიახ, ეგ არის, ზუსტად ეგ არის, რაღაც გზები ჭირდება, რაღაცეებში ჩაფიქრება ჭირდება, რაღაცების ანალიზი ჭირდება და ჩაღრმავების და საკუთარ თავსა თუ სხვა მიმართულებით ჩაღრმავების შემთხვევაში ჩვენ ნელ-ნელა გავდივართ იმ პროცესს და იმ გზას, რომელსაც მე საბოლოოდ მივყავართ ხოლმე აი მან ზუსტად პატრიოტიზმთანაც მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან ახლო კავშირში და მთელი კონცერტი დრამატურგიულად ემსახურება ამას ბავშვობიდან როგორ ვიწყებთ და როგორ მივდივართ იქამდე სადაც ჩვენ გვინდა ყველას დაპატიჟება. ეს არის სოხუმი და ჩვენი აზრით ამაზე კარგ და კეთილ საქმეს თითოეული ადამიანის ოცნებაა და სურვილი იმისა რომ ჩვენ ხო და ამავე დროს კონცერტის დრამატურგია მოიცავს იმასაც რომ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი გახლავთ ხალბატონი ნონა გაფრინაშვილი, რომლის სიმღერასაც შევასრულებთ, რომელიც დარბაზშიც იქნება და ესეთი კრეატიული და საჭადრაკო სვლებით უნდა მივიდეთ იქ სადაც მივდივართ და ზუსტად ყველაფერი არის ძალიან კონცეფციური და ძალიან ნიშანდობლივი კონცერტში რაც მოხდება რა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც დავესწრებით ამ კონცერტს და ვნახავთ სიმღერების გარდა და კონცერტის გარდა კიდევ სხვა რაღაცებზე ჩავფიქრდებით და ალბათ ეს არის რა ჩვენი მთავარი ამბავიც ეს არის ახლა რომ ქვეყანა გვაქვს მისახედი რა ეგ არის შინაარსი ამ შეხედე შენ ხო, მაგრამ ქვეყანას რომ მივხედოთ, ალბათ ჩვენს უნდა განვითარდეთ, ჩვენს უნდა შევიცვალოთ, ჩვენი გასაკეთებელი არის სიმღერა და კონცერტი და მუსიკა. და ზუსტად უნდა მივიღოთ აი ეს რაღაცა ერთგვარი გზავნილები მე ვფიქრობ. ყველა თავის საქმეს აკეთებს ალბათ, მაგრამ ნუ ჩვენ გასაკეთებელს ვაკეთებთ რა ასე ვთქვათ. და ერთგვარ მესიჯს აგზავნით, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემსახურებით მუსიკას, ჩვენ ვემსახურებით ამ ქვეყანას, ჩვენ არცერთ წასვლას არ ვაპირებთ და არც გვიფიქრია მაგაზე. გვიყვარს და იცი მაინტერესებს აი რეზო ხართ ერთადერთი ჯგუფი ხო აი სხვა ვერც ვერ დავასახელებ ანუ ფაქტიურად თქვენ კონკურენტი არ გყავთ როგორია ეს
არა, კარგია კი, მაგრამ ხანდახან ამბობენ, რომ აი რაღაცა კონკურენციაც კარგი არისო და თქვენ შემთხვევაში ვერავის ვერ გამოვარჩევდი თქვენი მიმდევრობით, თქვენი რეპერტუარიდან გამომდინარე, სრულიად განსხვავებული ხართ, ანუ მე მომწონს ეგ და მაწყობს რასაც ამბობ, დიდი მადლობა. ფრის, რა ვიცი, რეალობა. რა ვთქვი ხა ისეთი. მაგრამ დღევანდელ სამყაროში ხო იცი როგორ არის რა, ანუ კონკურენცია სხვა სივრცეში და სიბრტყეშია გადასული, მარტო ცხოვრებაში აღარ ვართ რა, ანუ მუსიკალურად აღარ ვართ ერთმანეთს კონკურენტები. კონკურენცია მიმდინარეობს YouTube-ზე, კონკურენცია მიმდინარეობს სხვათა შორის შენ წარმოიდგინე ცოცხალ და გარდაცვლილ მუსიკოსებსაც შორის და ძალიან უცნაურია დღევანდელი სამყარო. ასე რომ არ ვინერვიულებთ მაგაზე ჩვენ კონკურენციის არც გვეშინოდა და სიმართლე გითხრათ კონკურენცია თუ იქნება ეს და რეზო იცი მაინტერესებს არის კიდე რაღაცა გარკვეული აგრესიული ნაწილი ხალხის აი მათ მიმართ რამდენად ახერხებთ დედას ჰეითერები ეგენი არიან კაცო როგორ არის ანუ არ მოქმედებს ამ თქვენზე ხო თავიდან მოქმედებდა მაგრამ მე როგორ არის იცი რომ მე ხვდები რომ შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ ვიდრე ის და დრო არ უნდა დააკარგო ის რომ ადაუთმო რაღაცა გარკვეული ენერგია შენი საქმე უნდა აკეთო და საქმე გაიმარჯვებს და თუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენმა საქმემ გაიმარჯვა და მათ უნდა ილაპარაკონ მათი საქმე ეგ არის რომ უნდა ილაპარაკონ ჩვენზე და ჩვენ მერე მაგას სხვადასხვანაირად გამოვიყენებთ რა კარგი ეხლა ისევ და ისევ კონცერტის თემაზე მინდა ვისაუბროთ რამდენი სიმღერა იქნება საერთო ჯამში იქნება თუ არა სრულიად ახალი სიმღერები აი სოხუმის გარდა იმიტომ რომ სოხუმის ანუ სტუდიური ვერსიაც არ არის ჩვენ ეთერს მიღბავს საუბრობთ იმაზე რომ კარგი იქნება რომ იყოს მივხვდი და ჩაიწეროს და გაჟღერდეს ჩვენს ეთერში და იმედი მაქვს მალე იქნება კიდევ აი სხვა სიახლეები თუ იქნება თუ ის სიმღერები რომელიც გვიყვარს და ვიცით 17 საავტორო სიმღერისგან შედგება კონცერტი არ ვიცი შეიძლება მე-18-ს იყოს 2 დღე ხა იმდენ დროა რეზო და ბავშვების თუ შეიძლება ახალი სიმღერაც მოესწროს და რაღაცა სწრაფად წერთ ხო ამ სიმღერებს არაფერი აღარ მოესწროს და არა გონია რა შეიძლება 17 საავტორო სიმღერა იქნება და სიახლეებიც იქნება, თუმცა თქვენი მეგობრები ზოგადად ხო არის ხოლმე რომ აი რეზო ბავშვები და მეგობრები, ძმაკაცები, რაღაცა მსგავსი ღონისძიებები, ანუ ვინმე სხვა კიდევ თუ მიიღებს მონაწილეობას. ეს არის კონცერტი რეზო და დიდი ბავშვების შესრულებით და რადგან რეზო და ბავშვები გაიზარდნენ, ჩვენი დიდი მეგობრები იქნებიან ჩვენთან ერთად სცენაზე და წარმოუდგენელი სანახაობა ელოდება მაყურებელს. რასაც ვერ წარმოიდგენს ალბათ ეს თეორიულად, აი გახდება პრაქტიკულად სცენაზე რა. მაგალითად ჩვენს ერთ-ერთ სიმღერას მეგობაროს დაუკრავს ჩვენთან ერთად რომარ ცხილაძე და მადლობა ბაბუკის ამისთვის და ამ სიყვარულისთვის და ჩვენ მართლაც ამ დროის მანძილზე შევიძინეთ დიდი პატარაც ყველანაირი მეგობრები თუმცა ეხა იმ კურსისთვის რომელიც ჯგუფმა აირჩია მნიშვნელოვანია და საინტერესოა გამოცდილ უკვე დიდ და შემდგარ პიროვნებებთან და ადამიანებთან მუსიკალური ურთიერთობა, ასე რომ მივყვებით ჩვენს გეგმას რა. ძალიან კარგი. აღნიშნეთ ის რომ ორიგინალურები ხართ, განსხვავებულები ყველასგან და მე მინდა რეზო შევეხოთ კიდევ მუნიციპალიტეტების თემას. მე როგორც ვიცი, თქვენ შექმენით სათითაოდ მათთვის ხო, რაღაცა გარკვეული ეს ტრეკები მუსიკალ არაერთ მუნიციპალიტეტს უფრო დაწვრილებიც რო ვისაუბროთ, კი. დაახლოებით 30 სიმღერა გვაქვს უკვე 30 მუნიციპალიტეტზე გაკეთებული, რომელიც ნაწილი დაიდო, ნაწილი დაიდება YouTube-ზე. ხო და ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, ხო და ძალიან მაგარი ამბავია. დათის შოუს ბენდი ვართ რუსთავიორზე, ტელეკომპანია რუსთავიორს აქვს ეგეთი გადაცემა, არაჩვეულებრივი ბიჭის დათის შოუს ბენდი ვარ და გაჩნდა იდეა რომ ქალაქებზე დაგვეწერა სიმღერა და ვინ დაწერდა კვირაში ერთ სიმღერას ვინ თორე და თქვენ და ესე მივუყვებით მთელი სიყვარულით სადაც ვართ ნამყოფი ყველა იმ ქალაქში ვცდილობთ რომ ყველა იმ ქალაქზე დავწეროთ სიმღერა და მოვეფეროთ იქ საყვარელ ადგილებს და ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებით მიდის ახლა დღეს რამდენად აღქმადია ეს ფართო მასებისთვის ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარო წლების მერე გაჟღერდება აუცილებლად. კი. მომავალი თაობები ამ სიმღერებს აუცილებლად. ხო და კვირაში ერთი სიმღერა როგორ? შენ წარმოიდგინე კვირაში 2-ც მოგვიწია რაღაცა წინსწრებების გასაკეთებლად და აი გამოგვდის რა. ალბათ ეგრე რომ აი ტყუილებს არ წერთ და არ მღერთ. ხო, როცა გულწრფელი ხარ, როცა გულიდან კი ბატონო. ვიტყვით რომ გავაკეთოთ, იმას ვაკეთებთ რა. კარგი და ეხლა დავაპრემიეროთ სიმღერა რეზო და ბავშვები აჭარული. დიახ ბატონო, დიახ.
აბა? ლეონ, გაიც. ეს კარგი სიმღერა, ჩვენ დავწერეთ ჟირაფი ჟოზესთვის. აგრეთვე კარგი ჟოზესთვის. და აქვს 17 მილიონი ნახვა, ეს არის არ ვიცი რა ციფრი. ხო, ძალიან მაგარი ციფრია, იმიტომ რომ 16 მილიონი ქონდა. დღეს ესე იგი იყო 17 მილიონი ნახვა. ხო, ანუ არ ვიცი, არ არსებობს ალბათ პატარა ბავშვი და ოჯახი, სადაც ეს სიმღერა ჩართული არ არის. ამიტომ ჩვენც ჩვენებურად არა ჟოზეურად, მაგრამ ჩვენებურად ვიმღერეთ და ასევე რა თქმა უნდა წარმატებული აღმოჩნდა და აი ახლა ვნახოთ თქვენ ეთერში რას. ხოდა ჩვენ პატარებისთვის ესე იგი რეზო და დიდი ბავშვები წარმოადგენენ პატარებისთვის აჭარს. მე მგონი უშავლებს უფრო მოწონთ ვიდრე პატარებს. კი ეს მე მგონი ერთ-ერთი სიმღერაა ჟოზეს სიმღერებს შორის რომელიც მხოლოდ ბავშვებზე არ არის რა მორგებული და აჭარა ზოგადად ყველა ძალიან გვიყვარს, ვეფერებით, უგზავნით მოკითხვებს, იმიტომ რომ ზაფხული ძალიან ბევრ დროს აჭარაში ვატარებთ ხოლმე მას. ეხლა ალბათ იქნება ხო კონცერტები? მე დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ბევრი. მე ვიცი რომ თქვენ მიდიხართ მეცო ბარსელონაში 26-ში. ესაც აღნიშნოთ. ქართულ დღეებზე დაუკრავთ, ვიმღერებთ რამდენიმე სიმღერას და წარმოვადგენ საქართველოს მაქსიმალურად კულტურული ხაზით. კულტურული ხაზით კარგი იყო. კარგით გავაჟღერო და ბევრი წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა შენ მოწვევით. მადლობა და გელოდებით და ჩვენ წამოვიდეთ მოსაწვევები და აქედან ისევ ერთ წავალ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. დიდი მადლობა გადმომეცით გადაცემის განმავლობაში. სამსახურებს არ გადავუხადოთ მადლობა. კი ბატონო. პირველ რიგში მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა არ დაიდარდოს. თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და ამას ვაფასებთ და მადლობა. დიდი მადლობა Fortuna Plus ჩვენ რეზო კაკულიას, ჩვენ მეგობარს, ტელეკომპანია რუსთავიორს, რომელიც არის ჩვენი მხარდამჭერი. რატი ღოლიჯაშვილს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა და ქალბატონ ნატალია კვანტალიანს, ესეთი ადამიანების გამოჩნდნენ, რომლებიც დაგვეხმარნენ იმაში, რომ ჩვენი შოუ კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივი გამოდგეს მსმენელისთვის და მაყურებლისთვის და იმ ყველაფერს რომ ხორცი შესხმოდა რა იდეებით ჩვენს თავში ხარშება ხოლმე ქალაქ თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს აუცილებლად დიდი მადლობა უნდა უთხრა, იმიტომ რომ ეს კონცერტი შეიძლება ითქვას რომ გამოვიდა. კიდევ არიან კარგი ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან რომ არ არის საჭირო და არ გვახსენოთ და არიან ძალიან მაგარი გოგოები და ბიჭები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ სხვადასხვა სამსახურებში და ყველას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ბექას, მაგდას, ხატიას, მარიამს და ასე შემდეგ. მარტო სახელებს ჩამოვთვლი ამ შემთხვევაში. და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვა ის რომ მოგისმინოს, ისი ამონოს და თქვენთან ერთად იმღეროს. ძალიან დიდი სიხარული იქნება ეს ჩვენთვის რომ მომეცით, გადმომეცით ეხა ის რაღაც დავიჭირო ხელში წავიღო ეხა ვინმე მარ მე გავაგზავნო აკომპონირებ. კი გაგცელე მუსიკის ფონზე რომ გადმომწეთ. მადლობა შენ. მოვდივარ მე რომ ვისიამოვნო თქვენი სიმღერების ფონზე. შენ რო წამოხვიდე მაგის გამო არ დაიდარდოს თხოვნების 1 საათით გადაწევა მოგვიწია. არა, უშავს გადაწიოთ. მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის და ბევრი წარმატებები. არა, წარმატებულები ხართ, მაგრამ უფრო და უფრო მეტი წარმატება და განსაკუთრებით კიდევ 15 მაისს. პირიქით გაგამხიალებ. მადლობა. აჭარული რეზო და ბავშვები.